Hamzat Chimaevi, Sean Strickland, Hamzat Chimaevi, Sean Strickland. Მოკლედ MMA-ის სამყარო აფეთქდა. სულ ამაზე მიდის საუბარი. ზოგი იძახის რომ Hamzat Chimaevმა ბრძოლა გაყიდა. ზოგი იძახის რომ Sean Strickland ძალიან მაგარი მებრძოლია და მაგიტომაც მოიგო. ზოგი ამბობს რომ წონასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. ზოგმა კითხვა საერთოდ ვარსკვლავები ძალიან ცუდ მდგომარეობაში დადგნენ იმ მომენტში. მოკლედ დღეს ვისაუბრებთ ისევ ამ თემაზე, ოღონდ ინტერვიუებს მოусმენთ უშუალოდ იმ ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. მაგალითად, Hamzat Chimaevi გამოჩნდა ახალი ინტერვიუთი, Ariel Helwani, რომელიც აკრიტიკებს და მიწასთან ასწორებს ზოგადად ამ სიტუაციას, ასევე Sean Strickland-ის ინტერვიუს მოусმენთ, რომელმაც ბრძოლის მერე ჩაწერა და მოყვა რა ხდებოდა საერთოდ და ასევე ყველაზე მთავარი Artur Chimaevis, ანუ Hamzat Chimaevis ძმის ინტერვიუ, სადაც მან აგვიხსნა თუ რატო დამარცხდა Hamzat Chimaevi. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის უმაგრესი კომპანია Globally, ავტოიმპორტის კომპანია, რომელსაც შეუძლია ჩამოგიყვანოთ თქვენ ძალიან მაგარი მანქანები და რაც თავარია, ეს ყველაფერი ხარისხიანად გააკეთონ და კომფორტულად. არ დაგვავიწყდეს Chimaevis წაგების მთავარი მიზეზი, Burger Paradise. სწორედ რომ Burger Paradise-ის დამსახურებით მას წონასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ არ მას წარუკეს ძალიან მაგრად ევასება Burger Paradise და ამიტომაც ის ტენიდა ხოლმე მზადების პერიოდში და Burger Paradise-ზე უარი როგორ უნდა თქვა, ვერ უნდა თქვა. თან 35%-იანი ფასდაკლება აქვს დღესდღეობით, ასე რომ იჩქარეთ. ორიოდე კვირის წინ, როდესაც შონმა მედია დღე გამართა პიაიში და ჯონი ებლინი გვერდზე იდგა, აი სწორედ მაშინ მან მოუმატა ტემპს და აგრესიას. ის ძალიან ცუდად მოიხსენიებდა Chimaevs, გადააჭარბა თუ არა ზღვარს, არის ეს ზედმეტი თუ არა? და ჩემი პოზიცია იყო, რომ კი, ეს ცოტა ზედმეტად მეჩვენება. ანუ ჩვენ არ უნდა ვსაუბრობდეთ იარაღზე და მსგავს რაღაცეებზე. მერე კი გადავედით მომდევნო ნაბიჯზე, რაც იყო მისი პოსტი პარასკევს, ბრძოლამდე დაახლოებით 8 დღით ადრე. ის წერდა, აქედან ხელბორკილებით წამიყვანენ. მე იმას ვაპირებ, ამას ვაპირებ და ასე შემდეგ. ხო და გასული კვირის ორშაბათს ეს თემა წამოუწია. საერთოდ უნდა ამ კაცს ბრძოლა? რა ხდება აქ? ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს პრობლემებს საკუთარ თავს თავად ეუქმნის. შენ სულ მალე ამ კაცთან ერთად გალიაში უნდა ჩაიკეტო. შეწყვიტე მუქარა. უბრალოდ ადეგი და ბრძოლის დროს სემე. ხომ ხვდები რასაც გულისხმობ? არ მოვიტყუები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად ხუთშაბათს საღამოს 5 საათზე იქ ვიყავი და ამ პრესკონფერენციის დაწყებას ველოდებოდი. და ეს შონის დამსახურება. ვეთანხმები თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაინც მინდოდა მენახა, რა მოხდებოდა. ხო და დავინახე, როგორ ავარდა ლაივ ნახვები სადღასაც 20,000-დან 150,000-მდე. მგონი მაქსიმუმი 180 თუ 190,000 იყო. არა, რეკორდი იყო 220,000 ნახვა ჰაბიბის და კონორის პრესკონფერენციაზე. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა. ასეთ ინტერესით კაი ხანი არ მიყურებია პრესკონფერენციებისთვის. ყურების დროს ბიჭებს მივწერე კიდეც. ამ ტიპს თავისი უნდა დაუფასოთ მეთქი. წარმოიდგინეთ, იქ დგას და უმძიმეს რაღაც გიჟურ და საზიზღარ სირობებს ლაპარაკობს მუსლიმებზე, Hamzatზე, მის ოჯახზე, მის საეჭო გარემოცვაზე, დედამისსა და ქვეყანაზე. მაგრამ თავარი რა არის? ამ ყველაფერს ზურგიდან კი არ ამბობს, არამედ პირში მთელი გულით, სრულიად უშიშრად და თავდაჯერებულად. პირდაპირ მის წინაშე იდგა და ვინმეს რამე როსდომებოდა ის იქვე იყო. ინტერნეტშიც დავწერე და ახლაც ვამბობ. ჩემი აზრით შონმა ეს პრესკონფერენცია წმინდად მოიგო. Hamzat's ნერვებში შეუზრა და წყობიდან გამოიყვანა. მანამდე თუ Hamzat ამ ყველაფერს თავისი მანიაკალური სიცილით ატარებდა, იმ მომენტში აშკარად დაიბნა და აფორიახდა. პირველად ნახე ასეთ მდგომარეობაში. იმდენად გატყდა, რომ თავისი ჩვეული სახე დაკარგა. ხო და ფეისოფზე ემოციები ვეღარ მოთოკა და შონს პირდაპირ ყვერებში ჩააზილა წიხლი. პრესკონფერენციაზე შონმა ყველა ზღვარი გადაკვეთა. კი, Hamzatმა მიძურად იმოქმედა ბრძოლამდე კაცისთვის ყვერებში არ უნდა ჩაერთხა, მაგრამ ის იმდენად ემოციური და აფორიახებული იყო, რომ იძულებული იყო ეს გაეკეთებინა. ხო და ვთქვი, რომ ჩემი აზრით პრესკონფერენცია შონმა მოიგო მეთქი. ეკუთვნის კიდეც, იქ იდგა და თავის სიტყვებს ბოლომდე აწვებოდა, ხომ ასეა? Strickland-ი Hamzat-ის პირისპირ იდგა და ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. საერთოდ არ შეუძლია ტონი. მერე ინტერნეტში შევიდა, აწონვებზე მიკროფონი აიღო და თქვა, ეს კაცი ლაჩარია, წონა ვერ ჩააბარაო. მოკლედ ბოლომდე აწვებოდა თავისას. მივედით ბრძოლამდე და გალიაში დაცვა იდგა. პირდაპირ ლუისის და ტაისონის ცნობილი სცენა გათამაშდა. UFC-ში ასეთი რამ რამდენიმეჯერ მომხდარა. ალბათ ერთხელ ან ორჯერ მოლოდინი ისტორიულ პიკზე იყო. და მართლა მეკიდა ხელთათმანებს დაარტყავდნენ ერთმანეთს თუ არა. საერთოდ არ მაინტერესებდა, ჩემი განწყობა იყო დროზე დავიწყოთ, წავიდა მეთქი. აი ასე აღვიქვამდი ამ ყველაფერს. მაგრამ შენ ხომ უბრალოდ მეტოქეზე არ გილაპარაკია, რომ ბანძია მძულს ასეთია და ისეთიაო. შენ მის რელიგიას შეეხედე და მისზე ილაპარაკე.
ელაპარაკე მის ოჯახზე და მერე იმარჯვება ამ ბრძოლაში და მთელ მსოფლიოს ეუბნები. ეს ყველაფერი უბრალოდ შოუ და პრომოუშენი იყო. ეს არის ყველაზე დიდი სისულელე და ბოდვა რაც კი ოდესმე მომისმენია. ეს არის სუფთა თაღლითობა და ლაჩრული საქციელი. შონი უკვე დიდი ბიჭია და მგონი ამ კრიტიკას აიტანს. არ შეიძლება ბრძოლის წინ ასეთი რამეები აკეთო და ილაპარაკო. ბრძოლის დასრულებიდან რამოდენიმე წამში კი გამოხვიდე და გვითხრა. უბრალოდ ბრძოლის გაყიდვას ვცდილობდიო. ვერ იზამ ამას. უკან ვერ წაიღებ ამ სიტყვებს. საუბრობ მის ოჯახზე, დედამის მეძავს უწოდებ, მის რელიგიაზე საშინელებები ილაპარაკებ. ეს ასე უბრალოდ არ ქრება. ბოდიში რა. და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს. შენ არ ხარ ის, ვისაც თამაშობ. ხუჭაბაც და პარასკევს მეგონა რომ ზუსტად ისეთი ტიპი იყო, როგორცაც წარმოაჩენდა, რადგან იქ იდგა და ყველაფერს პირდაპირ მთელი გულით ამბობდა. სულ ამბობდი რომ სერას და ჰიუსის დაპირისპირების დასასრული იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება სპორტის ისტორიაში. ამ ორ კაცს ერთმანეთით ზულდა, ბოლოს კი ჩაეხუტნენ და ყველაფერი კარგად არისო. გახსოვთ მათი ბრძოლის წინა პერიოდი. სუფთა შხამი და გვესლი იყო, მოსისხლე მტრები იყვნენ. ჩემი აზრით ძალიან ტეხავს ასე რომ მოიქცნენ. როგორ ფიქრობთ, კონორი და ხაბიბი ოდესმე იზავდნენ ამას? ისინი მუდმივად მტრები იქნებიან, ან ჯონსი და დისი თუ ჩაეხუტებიან ოდესმე ერთმანეთს? არასდროს. ეს ორი კი ერთმანეთს თვეები აჯვავენ, ეს სპორტი და ბრძოლა პირდაპირ ნაგავში ჩაუშვეს და ბოლოს გალიაში ერთმანეთს ეხუტებიან? არა ძმაო, ძალიან კარგად იცი რა გრძნობაა სხვა ადამიანთან ერთად გალიის გაყოფა. იცი რა ხდება იქ და მიუხედავად ამისა მასზე მაინც ასე ლაპარაკობდი. ხო და იმის თქმა მინდა რომ თუ წინასწარ იცი რა ემოცია ეუფლება 25 წუთიანი ომის შემდეგ ადამიანს, ნუ გამოხვალ და ნუ გვეტყვი რომ უცებ რაღაცა ზეციური ძალა გადმოვიდა შენზე და ამ კაცის მიმართ პატივისცემით აივსებ. არა, შენ ამ კაცს პატივს არ ცემ, რადგან ძალიან ბევრი საშინელება ისაუბრე. გამოდის ყველაფერში გვაბოლებდი, რასაც მანამდე ამბობდი, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ძალიან ბნელ, ღრმა და გულისამრევ ჭაობში შეგვიყვანე. ჯანდაბა თუ მართლა ასე ფიქრობდი ბრძოლის დასრულებისთანავე, ნუ გვეუბნები. არაფერს გულისხმობდი ბიჭებო ბოდის გიხდითო. იცით რა, როდესაც კონორ მაგრეგორმა მედისონ სკვერ გარდენში კამარი მოიგო, მას არავისთვის მოუხდია ბოდიში, ხომ გესმით? ეს ტიპი კი ბრძოლიდან 48 საათში ყველაფერზე ბოდიშებს იხდის. არ გაქვს უფლება სხვის რელიგიაზე, მშობლებზე, დედაზე, ასეთი რაღაცეები თქვა და მერე ბოდიში მოიხადო. ეს იყო ძალიან სუსტი და იმედგაცრუების მომრგვრელი საქციელი. მე შონის წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს, პირიქით მომწონს კიდეც. მის გულს თავიდანვე უთხარი რომ მე და შონს ბევრი საერთო გვაქვს მეთქი, მაგრამ ეს საქციელი სუფთა სირობა იყო, ძალიან გამიცრუდა იმედი. ახლა ამ სპორტში ბევრი იმედგაცრუებაა. აი თუნდაც სულ ახლახან სტრიკლენდის ბრძოლა იყო, მანამდე ამდენი ყვირილი და ამბავი ატეხეს, ბოლოს კი გალიაში ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ფანების ნაწილმა თავი იმედგაცრუებულად იგრძნო. თითქოს ეს ყველაფერი ფარსი იყო. დიდი ბრძოლები აღარ იწყობა. ხალხს გონია რომ დეინაც აღარ არის ისე ჩართული და დაინტერესებული ამ პროდუქტით როგორც ადრე. ვიცი რომ თვალსადევნებ იმას, რასაც ხალხი ამბობს და რაც ხდება. შენ რას ფიქრობ ამაზე? აი შენ სკეპზე წერია რეალ. ბევრს კი უჩნდება გრძნობა რომ აქ უკვე აღარ არაფერია რეალური. პრომორგოლებიც კი აღარ არის ნამდვილი ხელოვნური ინტელექტით აკეთებენ. შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს? ხო, ვიცი, ეს ჩემი თემა არ არის. მე მაგ საქმეში მონაწილეობას არ მივიღებ. მე მხოლოდ ნამდვილ კარგ მაზაფაკერებს ვაფასებ. ხომ ხვდები რასაც ვამბობ? ასე რომ მე არავის არ დავაბოლებ და არც არავის აურევ twins. გაღიზიანებს როცა ამას ხედავ. კი, მაგრამ ახლა ყველას განველოდები რაღაცა სირობას, იმიტომ რომ ყველას საშინლად გაფარჩაკდა და გათახსირდა. ხო, რა ყლეობა საერთოდ. წესით ერთმანეთი უნდა დაეხოცათ, არა? და მერე დგანან ერთმანეთს ეხუტებიან და რაღაცა სირობებს ჩადიან. მოკლედ, ჩაჯმულები არიან და ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. იცი რა, ზოგიერთ რამეს ასე უბრალოდ ვერ გაატარებ. აი მაგალითად მეც ხომ მიწევს ხოლმე ჩემს მიმართ რაღაცა სირობების მოსმენა. იძახია ხოლმე ნეიც შევეცი პატარა ბოზიო. მე კიდევ ვფიქრობ, უკაცრავად, ახლა სადმე რომ შეგხვდე, ხო გადაგივლი ზედ. მაგრამ მეურეს მხრივ ალბათ არც ეგაა საქმის მოგვარების სწორი გზა, ხო ხვდები რასაც ვამბობ. ხალხი წერს რომ ტრავმამ ან წონის კლებამ მოახდინა გავლენაო. ეს რამდენად ახლოს არის სიმართლესთან? რამდენადაც ვიცი, ტრავმები არ ყოფილა, მაგრამ წონის კლებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო პრობლემები. იქ საკითხი აი ასე იდგა, ბრძოლა გაგვეუქმებინა თუ ბოლომდე ორგანიზმის სრულ გათიშვამდე გაგვერისკა. მოკლედ ორგანიზმა უარი თქვა. რესურსი ამოიწურა, სადღაც კილოგრამი და 200 გრამი იყო დარჩენილი და მთელი ღამის განმავლობაში ამ წონას აგდებდნენ. მაგრამ არანაირად არ გამოდიოდა. ბოლოს თავადაც შეამჩნევდით, როდესაც ხამზატი სასწორზე ამოვიდა, აი ამ მომენტამდე ყველანაირად ვეცადეთ რაღაცა გაგვეკეთებინა.
გაუკეთებინა, მაგრამ პროცესი შეგვიწყვიტეს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აღარ გვაძლევდა. თუმცა მე 1 საათით მისცეს დასვენების საშუალება, შემდეგ კიდევ ერთხელ ავედით სასწორზე და მოკლედ წონის საკითხი როგორღაც მოვაგვარეთ. ხამზატიც აფრთხილებდა მათ, ასეთ სიტუაციაში არ ვიცი ბრძოლა როგორ ჩაივლისო. არ მგონია რომ ჩხუბი შევძლო, მაგრამ მაინც გადაწყდა რომ ის ოქტაგონზე გავიდოდა. ყველამ ნახა მეორე რაუნდშიც რა მოხდა. ორგანიზმის აღდგენასთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად გაჩნდა. ასე გეტყვით, UFC-სთან იყო შეთანხმება, რომ ხამზატს ირჟი პროხასკასთან უნდა ეჩხუბა 93 კილოგრამში. ეს უკვე გამზადებული კონტრაქტი იყო, მხოლოდ ხელის მოწერა აკლდა. და უცებ პირდაპირ ხამზატს დაუკავშირდნენ პირადად, არც მენეჯერს, არც სხვას, პირადად მას და უთხრეს, აი ამ ადამიანთან უნდა იბრძოლო. ხამზატი კი იცით როგორი ადამიანია, რომ მსგავს საკითხებში უარს არავის არასდროს ეუბნება. თუ ვინმესთან ბრძოლაზეა საუბარი, ის ყოველთვის მზად არის არასდროს იტყვის უარს. და მან ეს გამოწვევა მიიღო. სწორედ ამის გამო მოხდა ისე, რომ იძულებულები გავხდით 105 კილოგრამიდან 84 კილოგრამში ჩავსულიყავით. და როგორც ხვდები, ეს 105 კილოგრამი იმის გამო კი არ ქონდა, რომ ჭამას უმატა ან რეჟიმი დაარღვია. არამედ სპეციალურად ვარჯიშობდა, კუნთოვან მასას იკრებდა და გადაწყვეტილება მიღებული ქონდა, რომ უფრო მაღალ წონით კატეგორიაში იასპარეზებდა. აი ეს 105 კილოგრამი ბრძოლამდე დაახლოებით რამდენი ხნით ადრე იყო. ანუ ბრძოლა 9 მაისს იყო, აწონვა კი 8-ში, ხო ასეა? და 105 კილოგრამს მაგალითად რა რიცხვში იწონიდა? აი ზუსტად მაშინ, როცა ბრძოლა გამოაცხადეს, ამის შემდეგ 2 კვირაში საწვრთნელი პროცესი დაიწყო. თავად საწვრთნელი პროცესის დროს ადამიანი სადღაცაც 3-4 კილოგრამს ისედაც აგდებს. როგორც ვიცი, ბრძოლამდე 2 კვირით ადრე სადღაცაც 97 კილოგრამს იწონიდა. ეს უკვე დიეტის და ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ. პროხასკასთან ჩხუბზე უარის თქმა არ შეგეძლოთ? არ გიცდიათ UFC-ს დარწმუნება და იმის თქმა, რომ მოდით 84 კილოგრამში ვიჩხუბებთო. ნუ ეს საკითხი მათ უკვე პირადად ხამზატთან გადაწყვიტეს. მოკლედ ამასთან დაკავშირებით განხილვა არ ყოფილა. ჩემთვის რომ გეკითხათ, მე 84-ში დავტოვებდი. ყველას უნდოდა რომ მას ტიტულის დაცვა ჩაეტარებინა. გულდასაწყვეტია ასეთ ადამიანთან წაგება, როგორიც არის სტრიკლენდი. ანუ აი ასეთ არასერიოზულ, მხიარულ და როგორც ამბობენ ცოტა ენაბინძურ ტიპთან. წააგო კი, ამას ვერაფრით გაამართლებ. ხელი მას აუწიეს, ყველაფერი ასეა, მაგრამ ამ საქმის მცოდნე ადამიანებმა იციან ყველაფერი. როგორაა იცი? თუ ადამიანს კამარი აქვს, პრეტენდენტმა რაღაცა უნდა აჩვენოს, უნდა დაამტკიცოს, რომ მას ამ კამრის მიღების უფლება აქვს. ამ შემთხვევაში სტრიკლენს არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ ხამზატი პირდაპირ მიდიოდა ყოველგვარი აცილების გარეშე, მის ჯებებს იღებდა ტეიქდაუნები და კონტროლი იქ ყველაფერი ხამზატისკენ იყო. თუმცა თავს არ ვიმართლებთ, რაც იყო. ხელი მას აუწიეს, კამარი მისცეს. მოკლედ ჩვენ ვიცით სხვა შემთხვევებიც, მაგალითად გუსტავსონისა და ჯონ ჯონსის ბრძოლა. მათ თანაბარი და ახლო ბრძოლა ჰქონდათ. მაშინ დეინა უაიტს კითხვა დაუსვეს, რატომ არ მისცეს გუსტავსონს გამარჯვება. უაიტმა განმარტა, რომ პრეტენდენტმა თავისი უპირატესობა უნდა დაამტკიცოსო. აქ კი მსგავსი რამ ახლოსაც არ ყოფილა. როდესაც ორგანიზმს ძალიან გაუჭირდა, ხამზატი ექიმებმა შეამოწმეს, მაგრამ სუნთქვა უკვე აღარ უჭირდა ასე ძალიან. შეამოწმეს და თქვეს, ჯერ მოვიცადოთო. აცალეთ ადამიანს გონს მოსვლაო. ჩვენ გავჩერდით და 1 საათით დავასვენეთ ის. მერე პულსი შევამოწმეთ, თითქოს ნორმაში ჩადგა და ისევ თავიდან დავიწყეთ. აი, როდესაც თქვით, რომ კილოგრამი და 200 გრამი იყო დარჩენილი და ორგანიზმა უმტყუნაო, ეს გონების დაკარგვა იყო თუ მსგავსი რამ მოხდა? თითქმის სრული გონების დაკარგვა და ჟანგბადის მწვავე უკმარისობა. ის გაითიშა. უბრალოდ ახლა ამ მოცემულ მომენტში UFC-სგან ოქტომბერში აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე რევანში მოვითხოვეთ. ხამზატი არ არის ისეთი ადამიანი, რომ ახლა პირდაპირ სხვა წონით კატეგორიაში გადავიდეს და ეს ღია კითხვები ესე დატოვოს. რაც შეიძლება მალე გვინდა რევანშის მიღება. დღეს ჩვენმა მენეჯერმა უნდა დაელაპარაკოს მათ და ვნახოთ მიიღებენ თუ არა ამ ბრძოლას. ანუ გინდათ რომ შონ სტრიკლენს ვალი დაუბრუნოთ, ხო ასეა? ნუ ამ მომენტში სხვა მიზნები ჯერჯერობით არ გვაქვს. ყველამ ნახა მისი წინა ბრძოლები და აქ მეორე რაუნდიდან დაწყებული უზარმაზარი სხვაობა იყო წინა ჩხუბებთან შედარებით. როცა ტელეფონზე ესაუბრე, ხამზატს პირველი რა აკითხე და მან პირველი რა გითხრა. აი ასე მითხრა, მაპატიე გული და მონდომება კი მაქვს, მაგრამ სხეული არ მემორჩილებაო. უბრალოდ მინდოდა, მაგრამ ფიზიკურად ძალა საერთოდ არ მქონდაო, არც მეტოქის გადასაყვანად და არც ფეხების ამოსაკაჩად. მთელი სხეული ერთიანად დამებლოკა და გამეთიშაო. რაღაცის გაკეთება მინდოდაო, მაგრამ ძალა საერთოდ აღარ მქონდაო. ორგანიზმმა უარი თქვაო.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის. ვიცი, ბევრი თქვენთანგანი ნერვიულობს, მაგრამ მინდა იცოდეთ, ჩვენ არ ვნებდებით. ვარჯიშს კვლავ ვაგრძელებ, მოტივირებული ვარ და მინდა ჩვენი კამარი დავიბრუნო. რაც შეეხება იმ რაღაცებს, რაც ამ ტიპმა თქვა, კი, მან ბევრი ისეთი რამე ლაპარაკა, რაც არ უნდა ეთქვა. ხალხი მეკითხება, რატომ ჩამოვართვი ხელი და რატომ გაუკეთე კამარიო. ჩვენ წავაგეთ, წაგების შემდეგ კი მუშტებს კნევას აზრი აღარ აქვს. თუ ჩხუბი გინდა მოემზადე და გალიაში იჩხუბე. ჩვენ მოვემზადეთ, ვიჩხუბეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენ ზალებში იყო. ჩვენი გეგმები ქონდა, მაგრამ ღმერთს ყოველთვის საუკეთესო გეგმა აქვს. ამ ბრძოლის შემდეგ ამ ტიპმა თავი დახარა და ბოდიში მოიხადა. ვინ ვართ ჩვენ რომ არ ვაპატიოთ? მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია ადამიანის პატიება, თან იმ ტიპის, რომელსაც ეს სჭირდება და ითხოვს, ვაჟკაცი არ არის. მოკლედ ჩონ, გილოცავ გამარჯვებას, შენ ამბობდი რომ ბევრს ეპარებოდა, შენ შეჭვიდა თავადაც არ იყავი, საკუთარ თავში დარწმუნებული. მოგვიყევი ბრძოლაზე, შენს გამოსვლაზე და მოგებით გამოწვეულ სიხარულზე. ოღ, ძმაო, ეს იყო ძალიან მაგარი და ჯიგრული ტრახი. მიყვარს ჩხუბი, მაგარი იყო. მანამდე ბევრი ყლეობა ვილაპარაკე. ხო და როცა ასე იქცევი და მერე აგებ, თავს ბევრად უფრო საშინლად გრძნობ. კი, ეგრეა, ბევრი რამ თქვი და ბოდიშიც მოიხადე. თან ამის გაკეთება ვიცით ადვილი არ იყო შენთვის. ბრძოლის წინ ხომ არ ქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ამ საქციელით საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვრიე. უბრალოდ ტრეშ-თოლკს არ გულისხმობ, აი იმ სიტყვებს გულისხმობ, რასაც შენ ჩხუბამდე ისროდი. მაგრად მახატია ეს ბაზარი, ხო გესმის? მე ბრძოლებს ვხიდი. შეხედე ამ დედა აფეთქებულ US-ის და დაფიქრდი. რა მოსაწყენია ყველაფერი, სუფთა ნაგავია. US-ი საშინლად მოსაწყენი გახდა. აი პერეირას შეხედეთ, ის უბრალოდ დიდია და საშიში. ის თავის ვიზუალით იყიდება, მაგრამ პერეირას გარდა დანარჩენი სულ მოსაწყენი ხალხია. შეიძლება უცნაური კითხვა, მაგრამ იმის გამო რომ მთელი 5 რაუნდი იჩხუბეთ, გესიამოვნა რომ ხამზადსაც გაუხარდა ეს ბრძოლა და მოგილოცა. კი, მაგრამ იცი რა არის? თქვენ იცით რომ მე არავის ვენდობი და ჩემს სიტყვებში ყოველთვის არის სიმართლე. ხო, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, მაგრამ ახლა მთელი ეს ბოღმა და სიძულვილი ჩემგან განიმუხტა. სიძულვილის ბატარეის თავიდან შესავსებად კი რამოდენიმე დღე მჭირდება. გინდათ სასაცილო ამბავი მოგიყვეთ? სამშაბათს ჯონსთან გქონდა სპარინგი, იმ შეშლილთან, PFL-ის ჩემპიონთან. ამჯერად სხვა დარბაზში ვივარჯიშეთ. მოკლედ ფეხებში შემოვიდა. კედელს მიმანარცხა და ლავიწის ძვალი ამოვარდა. უბრალოდ ლავიწის ერთ-ერთი მყესი გაწყდა. მახსოვს სამშაბათს ღამით როგორ ვიწექი. დარწმუნებული ვარ კრის ვიდეოც აქვს. კედელს როგორ შევასკდი. მახსოვს ხვიროდი, უფრო რბილი კედლები გჭირდებათ მეთქი. მარცხენა მხარზე ფიზიკურად ვერ წვებოდი. ვიწექი და ვფიქრობდი, რა სირი ხარ, ეს რა გააკეთე მეთქი. ზოგადად კარგად ხურდები ხოლმე, მაგრამ ამჯერად არ გავხურებულ ვარ და მხარი გავინადგურე. სულ იმაზე ვფიქრობდი, რა ჩამოსხმავარ. გონი ესპარინგებისგან მაინც ვერ შეგაჩერებს. რა თქმა უნდა არა, შემდეგ ჯერზე ისე დარბაზ ვიპოვი, სადაც ოქტაგონია და არა ეს დედამოტყნული ბეტონის კედლები. შენ ამბობდი რომ ის ტიპი ხარ, ვინც ხამზატის დამარცხებას შეძლებს და თუ ის შენთან ჭიდაობას დაიწყებს, საკუთარ თავს თავადვე გამოფიტავსო. მეორე რაუნდში ჩანდა რომ ის სრულიად დაცლილი იყო ძალებისგან და ინიციატივა შენ აიღე. გაგიკვირდა რომ მან მაინც იპოვა ძალა ჩხუბის გასაგრძელებლად მეხუთე რაუნდში. საერთოდ არ გამკვირვებია, ის ნამდვილი ველურია. ჩემი ზოგიერთი დარტყმის მიუხედავად ქვემეხივით მოიწევდა წინ. აი შეხედეთ, ხელები როგორ ამაქვს გაციებული. დარტყმებს სახით ჭამდა და მაინც წინ მოიწევდა. არანაირად არ აპირებდა დანებებას და მზად იყო მომკვდარიყო იმისათვის, რაც უნდოდა. ნამდვილი ველურია. როგორ შეაფასებდი ამ გამარჯვებას და ადესანიასთან მოგებას? ძმაო, საერთოდ მკიდია. საბოლოო ჯამში, სისხლის სულ მომდის. სულ ფეხებზე მახატია ეს გამარჯვება. ეს უბრალოდ ოქროთი გაწყობილი ტყავის ნაჭერია და საერთოდ არაფერს ნიშნავს. ამ სამყაროს მთელი პრობლემა იმაშია, რომ თქვენ ტიპები სულ რაღაცა ტიტულებსა და სტატუსებს მისდევთ. აი თქვენ ტიპი იძახის, ოხ, მე ახლა დირექტორი ვარ, მე აქ მთავარი კაცი ვარო. ყველას კიდია ეგ არ არის ნამდვილი. მე უკვე გითხარით, რომ ყველაზე დიდი სუპერ ძალა ამ ქვეყანაზე მადლიერებაა. მოტოციკლით ავარიის შემდეგ ვეგაში პირველად რომ ჩამოვედი, დედას შევეცი, ყველაფერი გავასისხლიანე. ჩემს $12,000 ნომერში შევედი. ექსკურსიასაც კი მოგიწყობთ იქ. უნიტასაც რომ ჩავრეცხავდი და ნომერს უყურებდი, შოკში ვიყავი. იქ იყო უმაგრესი მატრასი, სწრაფი ინტერნეტი, ყველაფერი იდეალური იყო. მერე ჩემი პირველი სახლი ვიყიდე და წინ წავედი. მერე მეორე სახლი ვიყიდე და კიდევ უფრო წინ წავედი. თუ მადლიერების გრძნობა გაგაჩნია, ეს შესანიშნავია. დღეს რომ წამეგო, სახლში დავბრუნდებოდი, მზე მაინც ამოვიდოდა. ჩემ ცოლთან ერთად ვისაუზემდი და ვიფიქრებდი. მე ყველაზე ბედნიერი მაზაფაკერი
კაცი ვარ ამ სამყაროში მეთქი. როცა აფასებ იმას რაც გაქვს, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ამ სპორტში როცა ვიწყებდი, ყველას ჯორჯ სემპიერობა გვინდოდა. კონორსაც კი, კარიერის დასაწყისში კონორი ამბობდა: არ ვსვავ, არ ვგულავ, მხოლოდ ვარჯიშობ. მერე კი უყურებდა კონორი ბოზებს ყნავს, კოკაინს ყნოსავს და საერთოდ სხვა კაცია. რაღაც მომენტში ხვდები რომ ბევრად მარტივია იყო ის, ვინც ხარ. გახსოვთ როგორ ვიწყებდი? ჩემი გრძელი თმები გახსოვთ? არასდროს ყოფილი ვარ რასისტი, ყოველთვის კეთილი და კარგი ბიჭი ვიყავი. აი ნახეთ, გრძელი თმა მაქვს და ლამაზი კოსტუმი მაცვია. მერე კი ვფიქრობ, ყველას დედაც მოვტყან, გინდა განსაჯეთ, გინდა შემაქეთ. მე ცხოვრებაში ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მეხუთე რაუნდისთვის ყველა მსაჯ რაუნდები თანაბრად ჰქონდა განაწილებული. ხომ არ გიფიქრია რომ შეიძლება ფრედ ყოფილიყო? ერთი რამ მინდა გითხრათ. უკვე ვიჩხუბეთ და ცუდის თქმა არ მინდა. ჰეითის ბატარეაც დამიჯდა, მაგრამ ჩიმაევ, შენ მართლა ჩათლახი ხარ. ნახეთ რა გააკეთა მეხუთე რაუნდში. საჩვენებელი თითით ოქტაგონის ცენტრისკენ გაიშვირა და მითხრა: მოდი ხალხს ის მივცეთ რაც უნდათ, მოდი ამ საღამოს მთავარი ცეკვა მოვაწყოთო. მეც უთხარი, ოკეი მეთქი. ანუ ვენდე ტიპს, რომელმაც ფეისოფზე ყვერებში ჩამაზილა წიხლი. გენდობი მე ვასები თქო. ხელი ჩამოვართვით, ერთმანეთს გაუღიმეთ, ხო და ხელებს წევ, რო გავიჭრა უკვე საჩეხაო და ამან აიხო და პირდაპირ ფეხებში შემოვიდა. მახსოვს ბარდესთან რომ მიმწყდია, ვფიქრობდი, რატო არ ასეთი გამოკლევებული? ახლა ამის გამო წავაგებ. ახლა ამ ტიპს რომ ვენდე, ამის გამო წავაგებ. სახში მივალ და თავს მოვიკლავ. ოხ, როგორ გამაცოფა ამან. მერე ვეუბნები, ეს რა კლეობაა მეთქი? და ჩიმაევი იცინის. ეგ არ არის ლამაზი საქციელი ძმაო? არ შეიძლება თქვა რომ თავარ ცეკვას ვაწყობთ და მერე ორ ფეხში შემოხვიდე. რაღაცა პრინციპები ხო უნდა არსებობდეს. შენ ამბობდი რომ ხამზატმა წონა ვერ ჩააბარა, დეინამ კი თქვა, ვისაც ამის ჯერაო, სრული იდიოტიაო. აბა ასიეთ ხელები ყველამ ვინც თვლის რომ მან წონა ვერ ჩააბარა. სასორი დედა მოტყნული ტივტივივით ზანზარებდა ქარში. მან 1000%-ით ვერ ჩააბარა წონა. ჩემი ბანაკიდან ერთმა ბიჭმა დაინახა. ხამზატის სასორზე რომ დგებოდა, მთელი მისი გუნდი სახე წაშლილი ყვიროდა, დედა შევეციო. 1000%-ით ვერ გააკეთა წონა. თუმცა მე ამაზე არ ვტირი, გინდა მძიმე წონაში გადავიდე, სულ მკიდია. მაგრამ გავიგე რომ ნახევრად მძიმე წონაში გადასვლა უნდა და გზა დამილოცავს. თუ წონის კლება ასე კლავს, ავიდეს ზემოთ და დატკბეს ცხოვრებით. ასე ბევრად უფრო მარტივია ასპარეზობა.